ჩვენს პირველ სტუმარს სტუდიაში ჩვენთან ერთად იმყოფება უჩანა ნუაშვილი, დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს სახალხო დამცველი 2012-17 წლებში. მოგესალმებით ბატონო უჩა, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში მაინც პირველი კითხვა ჩემი ასეთი იქნება, როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც ეს კადრები, მძიმე კადრები ნახეთ, რაღაცნაირად მაინც ჰქონდა თუ არა ამას თქვენთვის მოულოდნელობის ეფექტი? პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელი არ ყოფილა, იმიტომ რომ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ აქამდე მისულიყავით, ანუ წინაპირობები ნამდვილად არსებობდა იმის ინფორმაციაც, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ძალადობას, არასანდო მოპყრობას, წამების ფაქტებს. ეს არაერთხელ უკვე იყო დამტკიცებული, უბრალოდ აქ იყო ეფექტი, ალბათ ამ ვიდეო მასალებს ჰქონდათ, ეს ეფექტი უფრო ვიზუალის კუთხით იყო, თუმცა ის რომ რეალურად ასეთი პრაქტიკა არსებობს ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. ხო, ფაქტია ის რომ ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში იყო საუბარი და სახალხო დამცველმაც კი ისაუბრა წამების ფაქტებზე, არასთანადო მოპყრობის ასეულობით ფაქტზე, შემდგომ არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშებში იყო ასახული ეს ინფორმაცია და ეს თემა საკმაოდ შეიძლება ითქვას, რომ არ ყოფილა რაღაც ახალი საზოგადოებისთვის, ამაზე ჩვენ ყოველთვის საუბრობდით, მედიაც საკმაოდ აქტიურად საუბრობდა, მაგრამ ალბათ აქ კიდევ სხვა მომენტები არის მნიშვნელოვანი, რომელიც ალბათ აუცილებელია, რომ ამაზეც ვისაუბროთ, ხომ? იმიტომ რომ ქვეყანაში პრაქტიკულად შეიქმნა წინაპირობები, შეიქმნა საფუძვლები იმისთვის, რომ ასეთ დანაშაულს ჰქონდეს ადგილი. ანუ რაზეა საუბარი? ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც საომარი მოქმედებების დროს, საანგებო ვითარების დროსაც კი წამება, არასთანადო მოპყრობა არის აკრძალული. ეს არის აბსოლუტური უფლება, რომლისგანაც სოფლიო და საერთაშორისო სამართალი იცავს ადამიანს. მათ შორის საქართველოს კანონმდებლობა. და ეს განიხილება ისეთივე უმძიმეს დანაშაულად, როგორც ომის დანაშაული, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული, რომელსაც ასევე არ გააჩნია არანაირი ხანდაზმულობა და შესაძლოა ის 100 წლის შემდეგაც კი კვლავ გახდეს თემა და რაღაცნაირად რეალურად არ გაჩერდეს სხვა საქმეებზე გამოძიება. აი, ყველაზე მძიმე თქვენთვის მაინც საყურებლად რა იყო, გარდა ამისა ის სცენა რაც არის, როგორ უსწორდებიან მოქალაქეს ფიზიკურად, ხო, და აიძულებენ სასურველი ჩვენების, თქვათ, მიღებას და ასე შემდეგ. მაინც რა იყო ყველაზე მძიმე თქვენთვის, გარდა იმისა, რომ იქ ეს კადრები არის, ჩართულია რამდენიმე პოლიციელი, ხო? აქ არ არის გარეშე პირი, რომელიც ამ ყველაფერს იღებს, თქვათ, ფარული კადრებით მოპოვებული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თავად აკეთებენ სისტემის წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავად იღებენ ამ კადრებს. სწორედ ეს არის რა, მე ვფიქრობ, ყველაზე სავალალო, როდესაც პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ იმდენად მაღალია განცდა და უსჯელობის, იმდენად შორს არის წასული ეს პროცესი, რომ პრაქტიკულად იქ არავინ არ ფიქრობს რაიმეს დამალვაზე, ხომ? თუ კი ადრე მაგალითად იყო, როდესაც იგივე შინაგან საქმეთა სამინისტრო საპენიტენციარო სისტემა ძალიან ხშირად ითხოვდნენ ხოლმე ბიუჯეტის გაზრდას იმ კუთხით, რომ მათი დაწესებულები ყოფილიყო აღჭურვილი კამერებით, ხო, ვიდეო თვალფარის საჭიროება რადგან არსებობდა. და ბოლო წლებს თუ გადავხედავთ, მაგალითად აღარ ყოფილა ამაზე მოთხოვნა. ხო, ესეც არის ჩემთვის ნიშანდობლივი, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს ერთგვარი მექანიზმი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ყოფილიყო დაფიქსირებული, თუნდაც იგივე კამერების მეშვეობით, რეალურად ამის საჭიროება აღარ არის და უკვე არის სხვა სისტემა შექმნილი, სადაც უკვე ღიად შესაძლებელია გადაიღო ეს დანაშაული და ჩვენ აქ ვხედავთ მასშტაბებს, ხომ? აქ არ არის მხოლოდ რამდენიმე პოლიციელზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს უკვე დაიწყო დევნა და რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია, ხომ? აქ ხედავთ ასე ვთქვათ ჯგუფს, რომელიც იღებს ასევე, ხომ? რამდენად მოხდა კონკრეტულად იმ ადამიანის მიმართ სიხსამართლებელი დევნის დაწყება, ვინც ამ დანაშაულს იღებს, იმიტომ რომ ის არის არ განსაკუთრებით საკითხია დანაშაულის დაფარვა, რომელიც ასევე ცალკე ისჯება და როგორც ცნობილია, ამ ვიდეო მასალას ჩატში განიხილავდნენ და ბუნებრივია იმ ჩატში 1 და 2 ადამიანი არ იქნებოდა, იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იქნებოდნენ და ბუნებრივია მათაც ექნებოდათ ინფორმაცია, შესაბამისად ისინიც ამ ყველაფრის ფიგურანტები არიან, ანუ დანაშაულს ხელს დაფარებდნენ. რა თქმა უნდა, ეს არის დანაშაული, ჩვეულებრივი დანაშაულის დაფარვა, აქედან გამომდინარე, გამოძიება თუ კი იქნებოდა დამოუკიდებელი და იქნებოდა ეფექტური, მას უნდა დაესვა ეს კითხვები, უნდა მოეძიებინა იმ პირთა სია, თუ ვის ყოდა წდომა აღნიშნულ მასალებზე, ხო? ვის რა ჩატში, რა კონკრეტულ ჩატში გავრცელდა, იმიტომ რომ სწორედ როგორც გავიგეთ, აქედან დაიწყო გამოძიება, ხო? რომ თითქოს ეს გავიდა ინფორმაცია ამ ჩატის გარეთ სხვა უცხო პირების ხელში მოხდა ეს გარკვეული მასალები, ხო? უნდა იყოს გამოვლენილი იმ პირთა წრე,
ვისაც ქონდა შეხება და ვინც პრაქტიკულად არის თანამონაწილე, რომელმაც ამის შესახებ 4 წლის განმავლობაში არავის არ მიაწოდა ინფორმაცია. ეს არის პირველი ვალდებულება, პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები, დაიცვას საზოგადოების წესრიგი, როცა ის ხედავს დანაშაულს, სწორედ ის უნდა იყოს პირველი გარანტორი იმისთვის, რომ მან ადგილზევე აღკვეთოს უკანონობა. და ჩვენ ხედავთ აქ, რომ არამხოლოდ არ მოხდა აღკვეთა, არამედ ადამიანები იღებენ, შემდეგ მას ავრცელებენ და არანაირი რეაგირება მას წლების განმავლობაში არ მოყვა და ერთადერთი რაც გავიგეთ ხომ არის ის რა ჩვენ ყოველთვის საუბრობთ უფლებადამცველების ფაქტებით და ციფრებით ხო და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მასალების ავტორიტეტობაზე არავინ არ დაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი უთქვამს, რომ ეს თუ ამ მასალებში არის რაიმე უკანონო, ხო, რაიმე გადაღებული არის, რაღაცა დამონტაჟებული. არამედ ყველაფერი არის რეალური კადრები, ანუ ეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დანაშაულების შესახებ, რომელზეც ახლა მე ვისაუბრე, მათ შორის იმაზე, რომ ის არ იძიებს იმ ათეულობით უამრავი ადამიანის ჩართულობას ამ პროცესში, რომელმაც არ შეატყობინეს დანაშაული, ხომ? რეალურად ხელს აფარებს და ფარავს იმ სისტემურ დანაშაულს. სწორედ აქედან ჩანს ეს ერთეული გადაცდომა თუ სისტემური, იმიტომ რომ ხედავთ აქ წებას თუ სისტემა პრაქტიკულად როგორ იცავს საკუთარ წარმომადგენელს, როგორ არ ჯის საკუთარ წარმომადგენელს. შევკაცავად გაგაწყვეტინებთ, როგორ შეიჩნენ ეს ადამიანები ამ სისტემაში სამუშაოდ, ვინ შეარჩია, ვინ გადაამზადა, როგორ ხდება საერთოდ ასეთი კადრების შერჩევა? ეს დიდი ალბათობით ერთი მთლიანი ჯაჭვია, რომლის შესახებაც საზოგადოებას უნდა გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია და თან თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ეს საუბარი არის 22 წლის კადრებზე, ხო და ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული. მოგესწრებათ უკვე მას შემდეგ კიდევ ახალი ცვლილებები შევიდა პოლიციის სახებ კანონს, სადაც ყოველგვარი მოთხოვნა იმაზე, რომ პოლიციელს ქონდა რაიმე, თუნდაც უმაღლესი განათლება, ხო, თუნდაც ის მოთხოვნები, რომელიც ადრე იყო, ხო, შესაბამისი სისტემა არსებობდა, ეხლა მინიმალური მოთხოვნები არსებობდა იმისთვის, რომ ადამიანი გაგვთარიყო პოლიციელი, ხო, დღეს ეს არ არის და ვხედავთ ქუჩაშიც, ხო, როდესაც პრაქტიკულად საშუალო განათლების სკოლა დამთავრებულ ბავშვებს პრაქტიკულად იღებენ, მოზარდებს იღებენ პოლიციაში, ხო, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. ეს რა თქმა უნდა არის კვალიფიციურ სამართალდამცველებს, ღირსეულს, მათ შორის პროფესიონალებს, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და მიდიან საქართველოს. და ეს ხდება მასობრივად, ხო? და აქ არის მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სისტემის დამოკიდებულება სწორედაც რომ იმ პროფესიონალ პოლიციელების მიმართ, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელიც მუშაობს მთელი წლების განმავლობაში და ცდილობს კანონი დაიცვას და რა დამოკიდებულებას ავლენს სახელმწიფო ასეთ პოლიციელების მიმართ. ხომ ეს არის ალბათ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი და საზოგადოება ალბათ მე ვფიქრობ რომ კადრების შემდეგ, იმიტომ რომ ვიდეო, აუდიო მასალებს, ხო ასეთ მასალებს მე ვფიქრობ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისთვის საზოგადოებამ დაინახოს უშუალოდ თუ რა ხდება სისტემაში და მესმის რომ შესაძლოა არაერთხელ ყოფილა გავსირა აღწერილი ანგარიშებში, მაგრამ იმ თხრობას შეიძლება ნაკლები ეფექტი ჰქონდეს, როდესაც ადამიანი ხედავს უკვე ხო უშუალოდ როგორ მუშაობს სოციალურ ქსელებში დაწერილი, მაინც კადრებს სხვა ეფექტი აქვს, ბევრს გახსენდა 2012 წელს განვითარებული მოვლენები, ციხის კადრები და ასე შემდეგ. ნუ ეს მასალა ბუნებრივია იმ მასალასთან რაღაცნაირად შედარების კუთხითაც ახლა რამდენად რელევანტური არ ვიცი, თუმცა იმ სიუჟეტში, რომელიც ტელეპირველმა მოამზადა, საგამოძიებო რეპორტაჟი ერთ-ერთი რესპონდენტი საუბრობს იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი არის ზღვაში წვეთი, რეალურად არსებობს 33 ფაილი, რომელიც გაცილებით შემზარავი და მძიმე სანახავია. სწორედ ეს არის მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ რომ სწორედ აქ ამაზე უნდა იყოს გაცემული ამ კითხვებზე პასუხი, აქამდე სად არის მართლაც გამოძიება, თუ კი მიმდინარეობს. მე წერან ფაქტებზე ვისაუბრე ხომ, სახალხო დამცველის ანგარიში 2024 წლის ანგარიში საუბრობს იმაზე, რომ 132 პირის მიმართ იყო არასათანადო ძალა გამოყენებული, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო და საეჭვო შემთხვევებში საუბრობს 132 შემთხვევაში წლის განმავლობაში, რომელიც შესაბამისად გაეგზავნა საგამოძიებო უწყებებს. დიახ. შემდეგ წელს 2025 წელს შემდეგ წელს ეს ციფრი 297-ზე არის, ანუ არათუ გაორმაგდა, არამედ 2-ზე მეტი არის ხო ეს რაოდენობა. ეს ციფრებიც მე ვფიქრობ მეტყველებს იმაზე, ხომ, თუნდაც ეს მაჩვენებლები რომ არის გაზრდილი 132 24 წელს, 297 და 2025 წელს. 2025 წლის 297 შემთხვევიდან ზუსტად მახსოვს 27% ან 82 ადამიანი პირდაპირ პოლიციელს აბრალებდა, ადებდა ხელს და ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ პრეტენზიები სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლებთან, რადგანაც სწორედ ისინი იყვნენ ჩართული არადამიანო მოპყრობაში, ძალადობაში მათ მიმართ. ამ თუნდაც რომ თავი დავანებოთ სხვა 112 საქმეს,
297 საქმეს, ხო? აქედან ის სწორედ ის პროცენტული მაჩვენებელი, ის 27%, ის 82 ადამიანის საქმე, რამდენად მივიდა ბოლომდე, ხო? თუ კი ეს რეალურად ადამიანები მიუთებენ დაზიანებებს, მიუთებენ ძალადობაზე, რატომ არ მოყვა ამ 82 შემთხვევას შემდეგი ცვლილება? რატომ არ აღიძრა საქმე 82 პოლიციის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ, რომელსაც ეს ადამიანები აბრალებდნენ და ამბობდნენ, რომ კონკრეტული პირები იყვნენ ამ დანაშაულის უკან, ხო, რომ თავი დამანებო დანარჩეს, თუმცა კანონმდებლობით სახელმწიფოს ევალება თითოეული ფაქტი შეისწავლოს, თითოეული ნებისმიერი პირი დაკავებისას აუცილებელია გადიოდეს მათ შორის სამედიცინო შემოწმებას. აღნიშნება თუ არა მას რაიმე დაზიანება სხეულზე. აი ასეთ პირობებში ბატონო ჩაბოდიში გაგაწყვეტინებთ, ბუნებრივია ყველას გვახსენდება, მათ შორის მედის წარმომადგენლებს სინდისის პატიმარი საბა სხვითარიძე, რომელიც დაექვემდებარა წამებას და არაადამიანურ მოყრობას, იძულებული გახდა ოცნების პროკურატურა რეჟიმი, რომ მისთვის დაზარალებული სტატუსი მიენიჭებინა, რადგან კაფიო იყო ნათლად გამოიხატებოდა მასზე ძალადობა, მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ და ასე შემდეგ. უმძიმესია მისი ისტორია და მას აქვს დაზარალებული სტატუსი, თუმცა დასჯილი ამ ეტაპზე არავინ არ არის. სწორედ ეს არის, ამიტომ საუბრობ ამაზე, რომ ეს არის პრაქტიკულად პოლიტიკა, ეს არის კულტურა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, როდესაც წახალისებული არიან დამნაშავეები და ჩვენ გვახსოვს ხო, როგორ აძლევდნენ კონკრეტულ მაღალ ჩინოსნებს სწორედ მათი დამსახურებისთვის, იმ ძალადობისთვის პრაქტიკულად, იმ არადამიანური მოპყრობისთვის გარკვეულ ჯილდოებს, ხო, უმაღლეს ჯილდოებს. და ამაში ჩართული პოლიტიკური ხელმძღვანელობის უმაღლესი პირები იყვნენ, ხო, მათ შორის ის პირები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ პრეზიდენტს, ხო და პრემიერს და ამ შემდეგ. და ეს არის ალბათ ყველაზე სავალალო, რადგან ამ ქვეყანაში ეს ძალადობა არის წახალისებული. ამ საქმეებიდან მე ასევე მაგალითად დავინტერესდი პროკურატურას რა რეაგირება ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ხომ 25 წელს, როცა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფო 297 საქმესთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ იქ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და აუცილებელი იყო იქ გამოძიება სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე და ასევე სხვა შესული ინფორმაციიდან გამომდინარე პროკურატურამ გასულ წელს ეს მათივე ანგარიში არის, წლიურ ანგარიში არის საუბარი პროკურატურის დაიწყო 196 საქმეზე დაიწყო გამოძიება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უნდა დამდგარიყოს შედეგი 196-დან დიდ ნაწილში, ხო? მხოლოდ 6 პოლიციელთან დაკავშირებით დაიწყო დევნა და ესეც ალბათ პროცენტულად მაჩვენებელიც ნათლად მეტყველებს დამოკიდებულებას. დევნას რა კვალიფიკაციას მიანიჭებს საგამოძიებო უწყება, ეს არის წამება არადამიანური მოპყრობა, უფლებამოსილების გადამეტება, როგორც წესი არის ყველაზე მსუბუქი მუხლი გადამეტება, როდესაც შესაძლებელია ძალიან მალე ადამიანს არც მიესაჯოს საპატიმრო და შეიძლება საპროცესო გამოვიდეს გირავთ და ეს მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს შემთხვევებია და როდესაც 196 საქმედან მხოლოდ 6-თან დაკავშირებით დაიწყო, ხო და საუბარი არის აქ კარგად დოკუმენტირებულ საქმეები, სადაც არის სახეზე, მათ შორის დაზიანებები, ხო, მათ შორის ჩანაწერები სამედიცინო და ეს ვალდებულება ქვეყანას გააჩნია და კვლავ ხდება, ხო? როდესაც ეს კვალი არ იკარგება და შესაბამისად არის გარკვეული მტკიცებულებები, როცა ასეთ შემთხვევაში 196 და მხოლოდ 6-თან დაკავშირებით იწყებ, ისიც გაურკვეველი არა კვალიფიკაციით, ხო? აძლევ თუ არა შესაბამისად ამ ათეულობით ადამიანს არ აძლევ დაზარალებული სტატუსს, არ აძლევ წვდომას მასალებზე, არ აძლევ იმ მექანიზმებს დაცვის, რომ მათ გამოიყენონ, იმისთვის რომ საკუთარი უფლებები იყოს დაცული. რა თქმა უნდა ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა